მადლობა მშვიდობისა, გამარჯობა კიდევ ერთხელ, მიხარია რომ ასე ლამაზად შემოუსხედით სუფრას, მე მგონი რომ დღეს კარგი დღე ჩავაგუგუნეთ. ბევრი კმაყოფილი მაყურებელი გწერს და ესმეთ ვაფრიალეთ აბრეშუმები, გურიმ დაგვატკბო, ნინომ დღეს დიდად თავი ვერ გამოიჩინა, ჩემმა საყვარელმა და ჟავით ეს საჭიროა, ეხლა არის ამის სეზონი. ახლა თუ არ გავაკეთე, ზამთარში რითი გამოვიჩინა? არც ზამთარში მინდა მაგის არაფერი, არც ზამთარში. რატო? გვინდა. არის ხალხი, ვისაც უნდა და ეს უნდა და ეხლა ვიტყვი, გამხელილი ჯობია. უნდა და ჟავე შემოეტანა, რა შემოსატანია, ჟავე და თან ისი წიწაკის. კარგი ზურა ზოგს ისე უყვარს. ზეჩი და ძმარჭიროა, ნახე რა გემრიელია, ქვემოდან ყოფზე ამოუსვი ესეთი ზესუმზირის კაფე. გავასინჯოთ, გავასინჯოთ. მაგი ზურას თუ გაახარებ, მე ვერ შემახარებ. ზურიკო გასინჯეთ. აბა, გასინჯე. მე გავსინჯავ მოგაწყვეტ თქვენ. უშინდელი კირკაჟი ლობიო, მე არ მინდა. რომელსაც დღეს კიდე უფრო გაუჯდებოდა იმედი მაქვს სუნელი. მე დაგჭირე. ცხელი ჭადი აგერ როგორი კეცის ჭადი და ნამდვილად სასწაული ფქვილი, ეგ არადროს არ ბეზრდება, შენ არაფერთან. არაფერთან, რაფერი პროჭუნებიანი ყველია ნახე. აპუჟუნებული, გადასარევი პროჭუნებია. ჩოხატაურის ბაზრიდან სასწაული ყველი ჩამომიტანა ჩემმა მამამ. გუშინ ჩამოვიდა გურიდან და ჩამომიტანა. ვასობიძიას ყველი სასწაული და აუცილებლად. ჭადი ნახე რა ფერია, ჩემს ეზოში მოყვანილია ნინო სუნიც აქვს, ტკბილი. მე მაგ ჭადის ამბავი ჩემთვის არ არის ახალი და თვალით ნახე, ჩემით ამხელა ტაროები რომ ყო დამზაფხულში დასხმული. ხო და ნახე, ერთადერთი საიდუმლოა ამ ჭადის ფქვილის. ყველა ხომ ჩივის არ ვარ. ჭადი უნდა იყოს ახალი დაფქვილი. ჩვენს ბებიებს და ბაბუებს სიმინდი ქონდა შენახული ფუთიან შუშებში. გახსოვს შუშაში რომ ინახავდნენ? გადმოყრიდნენ, გაამზეურებდნენ, გააფიცხებდნენ, გადარეკავდნენ კარგად ტაშტით. კი ბატონო. ალუმინის ტაშტით და დაფქვავდნენ. და ახალ დაფქვილი არის ასეთი გემრიელი. გასაგებია ჩემო ბატონო. ჩვენთან ეხლა ამ წიტაკის ტრადიცია ნამდვილად არ იყო ვერ დავებარ. ეს უფრო ჩემი თაობის ამბავია. ხო, ეს ძველი ამბავია. მაგრამ გვიყვარს ჩვენ, მაგრამ ვისაც წნილები უყვარს, უკვე არის ამის სეზონი. დაიწყო ზურიკო. წიწაკა, კიტრი მჟავე, ყველაზე გვიანკეთება მყახე პომიდრის წნილი. ხო და მე მაგი მიყვარს, ასე რომ გაჭრილი და წვანილები რომ ჩატენილი. მაგი მიყვარს. მაგიც იქნება. ხრაჭუნა რომა, ხრაჭუნა. კი ბატონო, ხრაჭუნა. და კომბოსტო ხრატუნა. ხო, მაგრამ ნინო შენ რაცხა დღეს ძალიან ლიონად გადაგვატარე. ჭადი, ყველი და ზურიკო, ისეთი ლობიო ქონდა გუშინდელი, რაღაცა მინდოდა მისამარჯვებელი იმასთან და. გასაგებია. თან რახან ამის სეზონი იყო. ახურიზეთი უხდება ძალიან. ხო, ძალიან კაია. ზურიკო, ნამდვილად. ახურიზეთი რომ არ კონდეს ესეთი გემრიელი ვერ რაფერ შეგაქვს არ ვიცი. ებია ჩემ წნილებს რო გააკეთებდა კი არ ხუფავდა. ატენიდა კილებს და დააწყობდა მზეზე ასე პატარა თევშებს და ლამბაკებს დააფარებდა. აი კუპაც რომ გააკეთებ, მაშინ შეგაკეთე. წნილზე რაფერ შეგაქვს ახლა. აი ბატონო, შენ აიღორი გაზარდე და მე ვიმღერო? იმღერე გახეცი აქამდე? არა, არც აქამდე და მე მგონი არც მე ვერც მე ვერ ვიმღერებ. ეჭვი მაგ ვერ ვიმღერებ ვერც მე და ასე რომ შენ კაი იდეები გაქვს, კაი სიმღერები იცი და არასდროს ჯერ არ გავწმილებულ ვარ. კი ბატონო, აი ხა ნახეთ კახეთზე როგორ ჩავაქვს. აბა ვნახოთ. თან უბრალოდ ლექსი კი არ არის. ვისია? გალაქტიონის ლექსია. აბა? და რომ ამას ვიჭდებია. ჯერ ვერ მიხვდით. ვერა, გალაქტიონის კახეთი რომელია რა არის? გონია ვიცი გალაქტიონი. გალაქტიონი. საიდან ხარ კახეთიდან ზურა? გურჯაანიდანა. თელავია. წინანდალელი ნათელა. ერთი ლამაზი ქალია. ჩემო ციცინათელა. ჩემო ციხევა და გალია. რა კარგი ხარ გური რა. ჩემო ციცინათელა. ჩემო ციხევა და გალია. მთელი საღამო შევჯერდი რა არის ქალის სინაზე. მაგრამ უეცარა შევჩერდი შვენიერი ნათინაზე. მაგრამ უეცარა შევჩერდი შვენიერი ნათინაზე. ეხლა ერთად ვიმღეროთ ქალბატონინო. აბა არა მოარდე ქარო ამინდი არ შეცვალო ჩემი პატარა გოგო ჩემგან არ წაიღო ანო
არა მოვარდე ქარო ამინდი არ შეცვალო ჩემი პატარა გოგო შენგან არ წაიყვანო ამოვარდება ქარი ამინდი შეიცვალება ჩემი პატარა გოგო შენთან აღარ იქნება დელი დელი დელია სიყვარული ძნელია ძნელი მოსასვლელია დელია დელი დელი დელია სიყვარული ძნელია ძნელი მოსასვლელია ამინდის შესვლა კი არ გვაწყობს ისე. არა, ამისთან ამინდის შელევა ძნელია. რა კარგია. მომავალ კვირას, ჩემო მეგობრებო, მე იმედი მაქვს, რომ შემოდგომა უფრო მოგცემ საშუალებას, რომ შემოდგომური თემები მოვიტანოთ. ბავშვები მოვლენ, სამებაღეო თემებში პრობლემა და გაჭირება არ გვაქვს, საქმე და საკეთებელი ბევრი გვაქვს. ბევრი რჩევა შეგვიძლია და მე მგონი თემის მოძებნა ბაღში ეხლა არ გაჭირდება უამრავი საქმეა. ნინო ახლა იქით აკვირასაც ლობიო დამწნილი ნო იქნება. წინადადება მაგრამ. ძალიან. ეხლა ძალიან გემრიელია პამიტური. ეხლა ძალიან გემრიელია ბადრიჯანი. და მოდი გეხვეწები ვნახოთ ვინმე კაცი ვინაც იცის კარგი ჩანახის გაკეთება. ნანახი მყავს აგერ ჩვენი იაგო. გავაკეთოთ რა. მაგაზე გეტყვი. ეხლა ჩანახი იქნება ძალიან გემრიელი. კარგი მწვანილი გვაქვს, კარგი ხორცი და გავაკეთოთ ერთი კარგი ჩანახი. გემრიელი იქნება. ოღონდ წესის და რიგის მიხედვით, ინტერპრეტაციებით არა, ნამდვილი ჩანახი. ჩანახი სადაური საჭმელია. არ ვიცი. მე ამას წინათ ვჭამე საპარიკმახეროში. ვაიმე დედა, საპარიკმახეროში ყოფილა მაშინ. საპარიკმახეროში მუშაობს ქალბატონი აიდა. აგერ მარჯანიშვილი. სომხურია ვითომ? გეუბნები აგერ ქალბატონი აიდა მუშაობს და ქალბატონი აიდა მითხრა რომ კრეჭავდნენ იქ იტალიური ეზოა, თბილისური ეზოა და დიდი აივანია და იმ აივანზე აქვს მოწყობილი სამზარეულო და სასადილო. ძველებური სახლია. ხო და იმ აიდამ ჩუმად მითხრა დღესო ჩემი მეუღლის გარდაცვალების დღეაო და გემრიელი კერძი მაქვს და უსადილოდ წაბრძანდებითო. რატო ვიტყოდი უარს და გავედი აივანზე და გიახელით. არც მანამდე და არც მერე მსგავსი სიგემრიელი არ მიჭამდა. ჩანახი. დიახ. სერიოზული ამოცანა გაქვს. საცალკე ულუფებად გაკეთებული იყო ერთიანში. დიდ ქვაფში იყო გაკეთებული უგემრიელესი. შემიძლია აიდასაც ვთხოვო თუ რა ხორცით იყო თუ რა? ხბოს ხორცი. ისე მითხრა რომ ესო წესითო ცხვარით კეთდებაო, მაგრამ აქო ჩემს თანამშრომლებს არ უყვარს ცხვარიო და ამიტომ ზურა, ეგ არ არის მარტივი კერძი და რატომღაც კაცები იჩემებენ თუ ამბობენ ვიცი რა ჩანახს ვაკეთებ კარგად და რაღაცა კაცების აქ ამ კერძზე პრეტენზია მოვიხმაროთ კაცი ანუ ყოველთა გავაკეთებინოთ. ყველა რაღაც თავისებურად აქვს. ჩვენ მაგათად სუკის ხორცით ვაკეთებდით მაგას. აკეთებდით ოჯახში აკეთებდით? მამა ჩემი აკეთებდა. ხო გეუბნები კაცები აკეთებდნენ, თბილისელი კაცები აკეთებდნენ ჩანახს. ჩვენ ისე გავიზარდეთ. ხორცი რაშიც ურევია, თითქმის კაცები, კახეთშიც კაცები მონა. ჩვენ ისე გავიზარდეთ გურიაში რომ ჩანახი არ გაგვიშინჯა. ხალები საერთოდ ყველაფერს აკეთებენ. ხორცი რასაც ურევია და რასაც ურევია. არა, ჩანახი მოდი რა, იქეთ. კი. შაბათს გავაკეთოთ ჩანახი. და ჩვენ შევაშველოთ მურაბები და ჩაი. უი რა, კაი იქნება მაია. მურაბების სეზონიც ახლა. კი ბატონო. შენი მაღალფეხიანი ვაზები. რა ჩაის მოვა. ნინო მე კარგ პომიდორი შემრეშილი უნდა თუ მწიფე კარგ რას? პომიდორს მოვიტან მე ბახჩიდან. კი ბატონო, კარგი წიფე წიფე უნდა თუ შემრეშილი. შემრეშილი უფრო არ უნდა იყოს მკვახე. სიმწისე თავისი სიტყვა უნდა კონდეს პომიდორი. მაშინ შაბათს გავაკეთოთ ჩანახი და კვირას დავისვენოთ და გავაკეთოთ მურაბებიანი სუფრა. ანუ მურაბები მევალება კვირას? კვირას მურაბები ერთად გავაკეთოთ. მაია მურაბის ჭურჭელი გამოფინოს. კი ბატონო. კაი იქნება ლამაზი. რა მურაბა გავაკეთოთ? ლეღვი? ლეღვი კაცო, ლეღვი. ლეღვი. კიდე რა არის? კომში ჯერ არ არის. კომში ჯერ არ არის. შინდი. თუ იქნება შინდი კი არის. კი არის. ქლიავის ჩვენ გადასარევი. გავსინჯოთ. სამურაბე ქლიავი შენ მოიპოვე, შენ ჩააბარე სახელმწიფო გამოცდა გური. ნინო დაულო, ეხლა კარგი გემრიელი ტკბილი ჟოლოა ისეთი. კი, მე ნიგზებითაც ვაკეთებ ქლიავის მურაბას. ვდებ ქლიავში და მოხრატუმა გემრიელია ძა. გურო, გეხოცები ჩარი რა, მაგრამ ვიმღეროთ მომავალ კვირას რა. დღეს არ გამოგვივი და დღეს ვიმეცადინეთ და არ გამოგვივით. თქვენ იმდენი დრო გაქვთ ჩვენ რო გველოდებით. ჩარი რა, გეხოცები რა.
ქვეყანა შემო ეგეც გავაკეთოთ და ისიც. აბა პატარა ტაქტი წამიმღერე. პატარა აი რა არის ის შემდეგზე ხა შემოდგომის ამბავში გავიმღეროთ. კართან მოდგა შემოდგომა. მაგით სიმღეროთ, მაგრამ ჩარი გამამე. არ მოვიყვანოთ მაქსიმღერის დედა? ხო, ეგება მოვიდეს. ყველას ვიცნობ და ალბათ მაყვალე მოვიყვანოთ, რა კაი იქნება? მე მგონი უნდა მოვახერხო. დაგთახდება? შევთავაზე. სიმღერა დამთავრდა. იცი. რომელი ნახოთ აბა? პატარა შესავალი. დანუჩეს ჩარი რამა. აი ის. აში. დარმან გამოუსწრელი არის, მისთანები გამოგდით, ეგ არ გამოგდივარ? არა, სხვა დასე საქმე. არა, იოლი არ არის. გამოსულია ეგ. გალიაში გამოგზარდებო ჩარ ამაჩა. ცირა ჩემს ცენზურას აქ მაყოფილებს. კაია. ამას თავი და ბოლომდე. ჩარი ამაჩა. გაგვიმარჯოს, კარგად ვიყოთ. მომავალ შაბათკვირამდე მშვიდობით, სიხარულით, სიკეთით მეყოლებთ. კარგად იყავით. ბედნიერად ნახვამდის. ვიმღეროთ კარგად. თქვენ გევალებათ ეგ საკითხი. კარგად იყავით, კარგად. იცოცხლეთ, დიდხანს იყავით.